პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია ტრადიციულად ხვდებით საღამოს 9-ის ნახევარზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გადის გადაცემა სტუდია ნომერი 8. მე მისი წამყვანი თორნიკე კივილაძე გახლავართ, ხოლო ჩემი ტრადიციული სტუმარი გახლავთ კლავინდებურად გეგა ხვედელიძე. ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძირითადად საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუმცა პირველი შეკითხვა, რომელსაც მე გეგას დაუსვამ, იქნება მსოფლიოში ბოლო დროინდელი განვითარებული მოვლენები, რომელმაც მსოფლიოს მნიშვნელოვან კერებში გააჩინა დიდი ცეცხლი და ძალიან ბევრი ქვეყანა ჩაითრია ამ კონფლიქტში. ჩემი პირველი კითხვა არის ასეთი, გეგა, როგორ შეაფასებდით მსოფლიოში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს? მოგესალმებით, მშვიდობას გისურვებთ. მშვიდობა გჭირდება ყველას და თუ შეიძლება ცოტა ხმამა. მშვიდობას მივახცევთ მაშინ, როდესაც ჩვენი სულიერი ორიენტირები გასწორებული იქნება თავარ მიზანზე, სასუფეველის მიზანზე და იმიტომ რომ დღეს კაცობრიობაში იმძლავრა ცოდვამ, იმძლავრა ბოროტებამ და იმძლავრა უწმინდურებამ ხედავთ იმ ყოველივეს, რაც წმინდა წერილის საებრ არის ნაწინასწარმეტყველები, რომ წმინდა წერილში წერია, რომ როდესაც თქვენ გაიგებთ ბრძოლებს და ამბებს ბრძოლების შესახებ, იცოდეთ, რომ ეს დასაბამი სალმობათაი არის. სამშობიარო ტკივილებთანაა შედარებული ეს ყველაფერი. ეხლა საქართველოს პრიზმაში ჩვენ ხედავთ ორ ბანაკს, ორად გაყოფილ საზოგადოებას, რომელიც ორნაირად აშუქებს მოვლენებს და ორნაირად ლაპარაკობს ამ მიმდინარე მოვლენებზე და ეს არის დამღუპელი და ეს არის ანტიქართული მიდგომა ამ ყოველივეს მიმართ. ანუ ეს არის არაობიექტური შეფასება, როდესაც ერთი მხარე მხოლოდ წარმოაჩენს საკითხის იმ მხარესა და იმ მოვლენებს, რომელსაც დასავლური პროპაგანდა, აგიტაცია ესე იგი ეწევა, ანუ საქართველოს ეს ლიბერალური მედიები საუბრობენ იმ პრიზმაში და იმნაირად წარმოაჩენენ საკითხებს, როგორი პროპაგანდაც მოდის, არა ისე როგორ რეალურად არის, ანუ არ ეწევიან მოვლენათა რეალურ ანალიზს, არამედ აკეთებენ პროპაგანდისტულ შეფასებებს და არათავიანთ შეფასებებს, არამედ აი მათგან გადმოკოპირებულს იმეორებენ, იმათგან გადმოკოპირებულს კითხულობენ და იმ ნარატივში საუბრობენ, როგორც ეს ჭირდება დასავლურ ლიბერალურ და დასავლურ დღის წესრიგს. ეს არის ფაქტი, მოცემულობა. დღეს ესეთი ნაწილი საზოგადოებაში არსებობს, საკმაოდ მრავლად მათ აქვთ იმის პროპაგანდისტული რესურსები, ტელევიზიები, სამაუწყებლო საშუალებები, რომ ამ კუთხიდან შეაფასონ მოვლენები და თავიანთი სეგმენტი ასე მოიცვან. ისინი არაფასებენ რეალობას ობიექტურად, ანუ არაკეთებენ მოვლენათა არც სამხედრო, არც ეკონომიკურ, არც პოლიტიკურ არანაირ ანალიზს. უბრალოდ საუბრობენ იმ ნარატივში და იმ იდეოლოგიურ პრიზმაში, როგორც მათ ეს ჭირდებათ. და ამის საპირისპიროდ არსებობს მეორე მხარე და ამის საპირისპიროდ არის მეორე ბანაკი, რომელიც უკვე გვეუბნება, რომ ირანმა სადაცაა ომი მოიგო რა, არსებობენ საქართველოში ესეთი ხალხი, ამბობენ, რომ ირანი ეს არის ჩვენი ესე იგი უახლოესი ზოგი მეზობელი დაარქვა, ზოგმა მოკავშირედ წარმოაჩინა ეს ბოროტი სახელმწიფო და ასე შემდეგ. არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ აი დღეს ირანის გამარჯვება და ასე შემდეგ და ამერიკა სადაცაა მარცხდება და დასავლეთს უკვე რესურსები აღარ ყოფნის და ასეთ რაღაცებს ვისმენ და ვკითხულობთ სოციალურ ქსელებში და მათ პროპაგანდისტულ საშუალებებში რა. არის ესეთი ნარატივები, ჟღერდება. რომ აი ამდენი ხანი ესე იგი იმედგაცრუებულია ტრამპი, არ ელოდა ესე წინააღმდეგობას და ესე შემდეგ რა. რეალობაში რაც დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არის ცეცხლსაშიში უმძიმესი, უმწვავესი პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც დომინოს პრინციპით მე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად წინ წავა და გაიშლება და ამ ყოველივე სულიერი საფუძვლები გააჩნია უპირველეს ყოვლისა, ანუ ეს არის როგორც მე გითხარით, მსოფლიოში იმ გარდამეტებული ცოდვებისა და იმ ბოროტების ჯამის გამოვლინება, რაც სულიერი საფუძვლებიდან მოდის ამის ადამიანს ჯერა არ ჯერა იაზრებს, ვერ იაზრებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ამას ქრისტიანმა სულ სხვანაირი სულიერი თვალით უნდა შეხედოს და დღეს ეს მოდური აღარაა, პოპულარული აღარაა სულიერ ჭრილში მოვლენების განხილვა და ვიღაცეებისთვის სასაცილო და საღრიჭინოც არის ესა რა. და აი ამაში არის დაშვებული მთავარი შეცდომა დღევანდელი ბრჭყალებში მოაზროვნეების.
და ამაში არის მთავარი აცდენა იქიდან გამომდინარე, რის გამოც მე ჩვენს პოლიტიკას და ჩვენს ორიენტირებსაც სწორად ვეღარ ვაკეთებთ და რომელიღაცა ბანაკში გადავდივართ და ეხა ქართული ოცნება მაგალითად ცდილობს რომ დაგვაჯეროს რომ ესე იგი ისტორიის ნათელ მხარეს დგას და ესე იგი იმაშება რა ქვია ჭეშმარიტების დამცველიდან ნეიტრალიტეტზეც ბევრს ვერანაირ ნეიტრალიტეტს ვერ გამოხატავს ირანის დროშის სფერებში ანთებული თბილისის სატელევიზიო ანზა მაგალითად რა გარკვეული პერიოდის წინ მოახლოესი წარსულია ესა რა და ასე შემდეგ ანუ აი ესეთ სიყალბეზე აგებულ პოლიტიკას საქართველოში ჩვენ უნდა ღრმად გავუკეთოთ ანალიზი უპირველეს ყოვლისა ჩვენში თუ გვინდა რომ აი ამ კრიზისული პერიოდი გავატაროთ მეტნაკლებად მშვიდობიანად და რაღაცეები თავიდან ავირიდოთ რის წინაშე ჩვენ რეალურად ვდგავართ და რა გამოწვევების წინაშეც ვიმყოფებით და რაც შეიძლება რომ როგორც ამ პატარა და ურთულეს გეოგრაფიულ არეალში მყოფ სახელმწიფოს შეგვეხოს და დაგვაზიანოს რა ეს გავაკეთებ კომენტარს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქ არის სახეზე ძალიან სერიოზული დაპირისპირება ორ ბანაკს შორის ჩვენ ვიცით რომ ისრაელის მოკავშირე სახელმწიფო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ითქვას რომ ებრაული ლობი ძალიან ძლიერია შეერთებულ შტატებში და ძალიან ბევრ წამყვან თანამდებობაზე სწორედ ეთნიკურად ებრაელნი გახლავთ და ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერებისთვის არამედ თავის ისტორიულ სამშობლოს მაქსიმალურად ეხმარებიან და ეს ჩვეულებრივი პროცესია პოლიტიკაში ანალოგიურს აკეთებს მაგალითად სომხური ლობი რომელიც მაქსიმალურ ლობირებას უწევს სომხეთს და მე ვისურვებდი რომ ერთ მშვენიერ დღესაც ისეთ დიდ სახელმწიფოში როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია გაჩნდეს სერიოზული ქართული ლობი რომელიც ქართულ ინტერესებს დაიცავს ისრაელი ერთი მხრივ დაინტერესებულია ირანის სამხედრო პოტენციალის ნეიტრალიზაციით რაც გულისხმობს იმას რომ ირანი სერიოზულად ემუქრება ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით ჩვენ ვიცით რომ ომის ერთ-ერთ ძირითად საბაბად დასახელდა ირანის მიერ ბირთვული ენერგიის ასე ვთქვათ გააქტიურება და ბირთვული შეიარაღების შექმნის მცდელობა ეგრეთ წოდებულ ცენტრიფუგებში ხდება ბირთვული ენერგიის კონცენტრირება და შემდეგ უკვე ბირთვული იარაღის შექმნა. ბუნებრივია, როდესაც ბირთვული იარაღი აღმოჩნდება ისეთი სახელმწიფოს ხელში, როგორც ირანია, რომელიც ხშირად იმუქრება ჯიჰადით და უკვე ვიცით, რომ გამოცხადებული აქვს ჯიჰადი ეს საღვთო ომია, რელიგიურ ნიადაგზე წარმოებული ომია, რომელიც მოუწოდებს ყველა მუსლიმს თავი მოიყარონ საერთო მტრის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და ზოგადად ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს იმას, რომ ირანს ჰქონდეს ატომური ბომბი, ბირთვული იარაღი. ერთი საკითხი ახლა რა თქმა უნდა ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან რომ ამერიკის შეერთებული შტატები უმანკო კრავია, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ყველა იმპერიას თავისი ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ ამით რისი თქმა მინდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმას, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ცივილიზებული მსოფლიოსთვის. მაშინ როცა ვიცით რომ თუნდაც მაგალითად რუსეთი როგორ ემუქრება მსოფლიოს სამყარო სახელმწიფოებს იმით რომ გააჩნია უდიდესი ბირთვული შეიარაღება, როდესაც აი ამგვარი შეიარაღება აღმოჩნდება ისეთი ქვეყნების ხელში როგორც არის ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც უკვე დიდი ხანია გააჩნია ეს ატომური შეიარაღება, ირანი და სხვა მსგავსი ტიპის ქვეყნები, ეს ძალიან სერიოზულ კატასტროფას გამოიწვევს და შიშის ენერგიას დათესავს მთელ მსოფლიოში. ამიტომ მე ცხადია მესმის ისრაელის მესვეურების პოზიციას და შეერთებული შტატების ხელისუფლების პოზიციას. ეს სავსებით გასაგები და ნორმალურია. გეგა მე მინდა ერთ უკუქმედებით ეფექტზე კითხვა ახლა დაგისვა ასეთი კითხვა. აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, გაანადგურეს მისი ოჯახი. სულიერი ლიდერი მოუკლეს ირანს ფაქტობრივად. ერთია ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, როგორც ტირანის მიმართ, რომელმაც ათასობით ადამიანი გაანადგურა, ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინა და
ფაქტობრივად დემოკრატიულ პრინციპებს მთლიანად დააშორა ირანი, ჩვენ ვიცით არაერთი მუსლიმური სახელმწიფო, სადაც არის ეს დემოკრატიული პრინციპები შესული და მეტნაკლებად თავისუფალი საზოგადოებებია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა მაგალითად თურქეთი, ხო? სადაც ესე ჩადრით არ დადიან ქალბატონები როგორც ირანში. ეს კულტურული საკითხია, ამაზე ნუ ვიდავებთ. მაგრამ აიათოლა ალი ხამენეიმ შექმნა სისტემა, რომელიც არის ტოტალიტარული სისტემა, რომელიც აკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს და ზღუდავს თავისუფლებას. აი როგორ ფიქრობთ თქვენ? აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციამ გაზარდა თუ არა მაკონსოლიდირებელი ელემენტი ირანის მოსახლეობაში? მე აქვე გეტყვით, რომ სტატისტიკური კვლევების თანახმად გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც მას მხარს არ უჭერდა, მის გვერდით დადგა და მისი სახელის ქვეშ გაერთიანდა. აი როგორ შეაფასებთ? ქონდა ამას უკუქმედებითი, ასე ვთქვათ, ძალა? ზოგადად ასეთი მოვლენები ყოველთვის მეტნაკლება და ამ ეფექტს იძლევა და ეს ლოგიკურია და ბუნებრივია. ალიათოლა ალი ხამენეი და მისი მემკვიდრე ხლა რომელიც დასახელდა და ასე შემდეგ ეს ზოგადად ბოროტების მსახური ადამიანები არიან ცალსახად აქ მე არავითარ შემთხვევაში არ მიხარია პიროვნების სიკვდილი და არა რა თქმა უნდა მწვალებელი ადამიანი როდესაც კვდება მისი სულიც იღუპება მასთან ერთად და ქრისტიანი მართლმადიდებელი არ შეიძლება ამით აღტკინებული და გახარებული იყოს მაგრამ ეს რომ ბოროტებაა და ეს ადამიანი ბოროტებას თესავდა წმინდა ნიკოლოზ სერბს აქვს წიგნი ომი და ბიბლია და იქ წერს წმინდა ნიკოლოზ სერბი რომ არ არსებობს ომში შემთხვევითი ტყვია და ეს ტყვია ყოველთვის იქ ხდება სადაც უნდა მოხდეს და ეს განსაკუთრებით სწრაფად ხდება ომის დროს სულიერი კანონების აღსრულება ანუ ამ ადამიანის ხელმძღვანელობით სულიერი ხელმძღვანელობით და იდეოლოგიური ხელმძღვანელობით ცოტა ხნის წინ ირანში ძალიან ბევრი ადამიანი მოკლეს და ზოგადად ირანი და ბოროტებას ანხორციელებს ალბათონი ირმასგან როგორც ვიცი 38,000 ადამიანი. ანუ ირანში ბოროტება მიმდინარეობდა. ცალსახად ბოროტება მიმდინარეობდა და ამ ბოროტებაზე სულიერი კანონია, აი მაგალითად ის წერდა, რა ქვია, მეუფე ნეოფიტი არის ესეთი პიროვნება დღეს მოღვაწე ადამიანია, მიტროპოლიტია, რომელიც ესე იგი ყვება ეფრემ არიზონელის მოგონებას. ეფრემ არიზონელმა მითხრა პირადად მეო, რომ მოვა დრო რომ როგორც აი რესტორანში შედიხარ და მენიუზე ფასებია დაწერილი, აი ესე მოუწევს თითოეულ ერს იმ ფასის გადახდა თავისი მოქმედებების გამო, რაც მათ ისტორიულად თესეს. სულიერი კანონები ესე არ არის, დღეს ჩაიდენ და ყოველ პასუხს იძლევა. იმას თავისი აღსრულების დრო და მოცემულობა აქვს და თავისი კანონზომიერებების და მიხედვით მიმდინარეობს სულიერი კანონების აღსრულება და განხორციელება. აი ზუსტად წეგანი მე რასაც ვლაპარაკობდი, სულიერი ჭრილში პოლიტიკის განხილვა, რაც დღეს პოპულარული არ არის. სულიერი ჭრილში ისტორიული მოვლენების შეფასება, რაც დღეს პოპულარული არ არის. არის ერთადერთი სწორი ფორმა იმისა, რომ რეალობა აღიქვა. რადგან ეს რეალობაა ის სულიერი მეტაფიზიკური საფუძვლები, რაში ჩვენ ცხოვრობთ, იმიტომ რომ ჩვენს მიღმა არსებული სულიერი სამყარო აბსოლუტური ისეთივე რეალობაა, როგორც მატერიალური, უბრალოდ ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ამას ვერ ვჭრეთ. აი 50 ფსალმონში რომ ამბობთ, რომ უჩინონი და დაფარული სივრცე შენისალი გამომიცხადებმე, ხო? აი რატომ ვლოცულობთ ამას? იმიტომ რომ აი ეს სულიერი ხედვა და თვალი ჩვენ არ გვაქვს ახელი და აქედან გამომდინარე ეს პროცესი, რაც დღეს მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარეობს, ბუნებრივად არის გაგრძელება და ლოგიკა იმ ყველაფრისა, რაც ამ ადამიანებმა და ერებმა თესეს მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე და ამ კონტექსტში ირანის შეფასება რაღაცა ჭეშმარიტების კრიტერიუმად და ირანის შეფასება ტანჯულად და ტანჯულის მანტიის მოსხმა ამ სახელმწიფოზე დაუშვებლად მიმაჩნია კი არა დაუშვებელია. ასევე რა თქმა უნდა ჩემთვის გასაგები და რეალობა ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალიზმი ეს სოფლიოში რაც მიმდინარეობს ეს ყველა დიდ სახელმწიფო თავის იმპერიალისტურ ზრახვებს ანხორციელებს ესე არის ამ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები მაგრამ აქ საჭიროა ანალიზი იმისა საქართველოში გეოპოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად რა ორიენტირები უნდა კონდეს და რა ლავირება უნდა მოახდინოს ყოველგვარი მკვეთრი გადახვევების გარეშე ყოველგვარი ზედმეტი მიუმხრობლობების გარეშე განსაკუთრებით სამხედრო მიუმხრობლობაზე მაქვს მე საუბარი რადგან ნეიტრალიტეტს უწოდებენ, ხო? და ასე შემდეგ და რა შევლინდება? იცით რა, ნეიტრალიტეტი კიდე სხვა ფენომენია, სამხედრო მიუმხრობლობა კიდევ სხვა უფრო შედარებით რბილი მექანიზმი არის და
ალბათ შეიძლება ითქვას, რომ უფრო რაციონალური. უფრო რაციონალური. სამხედრო მიმხრობლობა დღეს საქართველოსთვის აუცილებელი და ცალსახად სასიცოცხლო მხოლოდ აუცილებელია და ნეიტრალური პოზიცია კიდევ, რაზეც მე წეგან ვთქვი ქართული ოცნების ეს მკვეთრი ეს ირანისადმი ეს ფეტიშური დამოკიდებულება შეიძლება ახლა თქვენ კობახიძის გამოსვლებში რაღაც ორაზროვნებები მოისმინოთ, მაგრამ მათი პროპაგანდისტები, რასაც წერენ და რასაც ლაპარაკობენ სოციალურ ქსელებში ძირითადად, ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, რა ორიენტირები უჭირავს დღეს ქართულ ოცნებას. და ეს ანტიქართული არის, ანუ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები და მოქმედებები არის. და ეხლა ამ პიროვნების რელიგიური ლიდერის გარდაცვალებამ და მით უმეტეს ძალადობრივმა სიკვდილმა და დაბომბვამ რომ ერის კონსოლიდაცია გამოიწვია და ყოველი შედეგი ქმედება რომ უკუქმედებისა და გარკვეული ამ შესაბამისი შედეგების მომტანი ეს ცხადია და ბუნებრივია ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და კიდევ უფრო მეტ ანუ ჯიჰადი ხო ამის შემდეგ გამოცხადა და ცხადია ამის შემდეგ აღმართეს წითელი დროშა რაც ჯიჰადის გამოცხადებას ნიშნავდა და ამის შემდეგ დაიწყო ირგვლივ ესე იგი დასავლური ბაზების ბომბვა ირანმა ესეთი გაცხოველებით ხო ცხადია ეს გლობალურ პოლიტიკას ესე აწყობს და ესე აკეთებს მაგრამ ასეთ დროს განსაკუთრებით საშიშია როდესაც საქართველოსნაირი ქვეყანა რომელსაც ოკუპანტი გვერდზე უდგას და ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს და ჯარი უდგას საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხო და ასეთ რთულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო და მით უმეტეს სოციალურად და კულტურულად და ასე შემდეგ დღეს ესე გაღატაკებული და ესე დეკადანსში მყოფი ქართული სამყარო ხო ასეთ დროს, როდესაც შენ ესეთ მკვედრ გადამხვევებს აკეთებ, შენ საფრთხის ქვეშ აყენებ საქართველოს უსაფრთხოებას. ამაში არის საქმე რა. ალტრუიზმი, რაც გულისხმობს გაცხოველებულ სიკეთის შადენას რაღაც ასე ვთქვათ, იდიოტური მისრაფებების გამო და იდიოტური სურვილების და ქვენაგზნობების გამო, დამღუპველია როგორც ცხოვრებაში, ადამიანისათვის მით უმეტეს პოლიტიკაში და მით უმეტეს ერების და სახელმწიფოების პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩვენ შესანიშნავად ვიცით თუ როგორ ლავირებენ სხვა ქვეყნები, აი სომხეთი ავიღოთ მაგალითად როგორ ლავირებს ყველა ჩვენს რეგიონში, ყველა ჩვენს გარდა, ეს არის რეალობა. აზერბაიჯანის გარდა. ყველა, აბსოლუტურად, ყველა ჩვენს გარდა. ამის მაგალითი არსებობს. ჩვენს გვმართებს ეს ლავირება. აი ზუსტად ისეთი პოლიტიკა, როგორიც გიორგი ბრწყინვალემ გაატარა თავის დროზე, რომელიც არის აი ამ ლავირების და დიპლომატიის ნიჭის გამოვლენის ერთ-ერთი მთავარი იდეალი საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ რუსეთი, თუ ნებისმიერი ქვეყანა, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავაყენოთ წინა პლანზე. რუსეთთან ურთიერთობაში ეს გამოიხატება იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვთქვა თუ არის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და არ დავთანხმდეთ ისეთ შემოთავაზებას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული სუვერენული სახელმწიფოსათვის იქნება დამღუპელი და ლაფში ამოფთხრელი. ამერიკასთან დაკავშირებით და დასავლურ სამყაროსთან დაკავშირებით, რაც ხშირად არის ეს თემად ქცეული, აქტუალურ თემად ქცეული, თუმცა იქაც რაღაც ცვლილებები მოხდა ბოლო ხანებში, თქვათ აი ეს ტრადიციული საზოგადოების და სულიერ ზნეობრივი საკითხები უნდა იყოს დაყენებული საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ ჩვენი ინტერესები და ჩვენი პოლიტიკა უნდა გავატაროთ და ვინც ამ ჩვენ ინტერესებს გაითვალისწინებს, ბუნებრივია რომ ის იქნება ჩვენი მოკავშირე და მოკავშირეები და მტრები იცვლებიან დროთა განმავლობაში, ვინაიდან პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მტრები. რაც შეეხება თვითონ იმ ფაქტს, ქართული სახელმწიფო როგორი სახელმწიფოა და რა გზა გაიარა და რა ისტორია აქვს და რომელ კულტურას მიეკუთვნება იგი ევროპულს და თუ აზიურს, მე პირდაპირ გეტყვით, ხშირად მახსენდება ჩვენი დიდი წერლის და მოღვაწის, დიდი პიროვნების კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს სულიერი მისიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ასპექტი გახლავთ ის, რომ
მისი მიზანია როგორც ევროპული, ასევე აზიური კულტურის ერთმანეთთან შერწყმა. გეოპოლიტიკური და საქართველოს ისტორიული ფუნქცია ოდითგანვე იყო გეოპოლიტიკური და გეოკულტურული არბიტრის როლი. ანუ ეს იყო დიფუზიის ადგილი. კავკასია და საქართველო ყოველთვის იყო დიფუზიის ადგილი. ანუ კულტურათა შერების ადგილი, კულტურათა შერწყმისა და გაქართულების ადგილი. ანუ საქართველოში ხდებოდა უცხოს მუდმივი შემოდინება, მერე ქართულ ასე ვთქვათ სამყაროში ამის მოხარშვა, გადადნობა და ქართულ პროდუქტად ჩამოყალიბება და ასე შეიქმნა საუკუნეების განმავლობაში ქართული ცივილიზაცია და კულტურა და პოლიტიკურადაც საქართველო ოდითგანვე იყო გეოპოლიტიკური არბიტრის როლის შემსრულებელი, ხიდის შემსრულებელი. აქ ხდებოდა ხოლმე მაგალითად მთელ ყველგან რო პრობლემები იყო საქართველოში ხდებოდნენ ხოლმე და მაგალითად თბილისში მიმდინარეობდა აზერბაიჯანსა და ყარაბაღის საკითხზე სომხეთის მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. ეს იყო ეს დრო ჩვენ გავიარეთ. ანუ საქართველო ამ პოზიციას ასრულებდა და აი ამ თანამშრომლობის და ამ ცივილიზაციათა გაცვლა გამოცვლისა და თანამუშაკობის არეალი იყო ეს პატარა მცირე ქვეყანა, რომელსაც უდიდესი კულტურული და ისტორიული ფუნქცია აქვს. და დღეს ჩვენ ეს ფუნქცია დაგვაკარგინეს, სწორედ იმის გამო, რომ აი ამ მიმხრობებითა და ამ მკვეთრი გადახვევებით, რაც აკეთეს ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკოსებმა და დღეს რაც საქართველოს წინაშე არის მდგომი გამოწვევა, რომ ჩვენ გადავრჩეთ, როგორც ერი, როგორც კულტურა, როგორც ცივილიზაცია და როგორც სახელმწიფო. და ჩვენ ვდგავართ გადაგვარების უკვე არამხოლოდ სულიერ მენტალური, ფიზიკური მოსპობის საფრთხეს გვემუქრება ჩვენ, თუნდაც იქიდან გამომდინარე რა ეთნიკური ჩანაცვლება საქართველოში მიმდინარეობს, როგორც იცლება საქართველო, როგორც იღუპება ქართული გენოფონდი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ როგორც სულიერად ისე ფიზიკურად ჩვენ დეკადანსის პროცესში ვიმყოფებით. და ამას ქართული ოცნება არ გქონდეთ არავის იმის ილუზია, რომ ამას რაიმეს მოუხერხებს ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე. ნამდვილად ვერ მოუხერხებს. ამას ჭირდება ის პროფესიონალი და ეროვნულ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა მიერ ხელში აღება იმ სამოქმედო ბერკეტებისა, რომელიც შეძლებს რომ ამ ქვეყანას ორიენტირების სწორად დაულაგოს და ის პოლიტიკა აწარმოოს, ქართული თვითმყოფადი ეროვნული პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც ნელ-ნელა ამ პროცესს უკეთესობისკენ შემოატრიალებს და წარმართავს რა. რაც შეეხება საქართველოს და ქართული ერის კავშირს ევროპასთან და ევროპულ ცივილიზაციასთან, ამის შესახებ არაერთი კვლევა არსებობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროპაში დადგებოდა რენესანსი, საქართველოში უკვე იყო ამის ნიშნები, რენესანსი ფართო გაგებით, ასე ვთქვათ, და არა ვიწრო გაგებით, რასაც ის ნიშნავს ევროპულ კულტურაში, არამედ კულტურულ რენესანსი არის აქ საუბარი, არსებობდა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და არსებობდა ყუთლუ არსლანის ისნის კარვის იდეა, შემდეგ ჩდება უკვე პარლამენტარიზმის იდეა დიდ ბრიტანეთში და საერთოდ დიდი ბრიტანეთი როგორც სახელმწიფო მე-14 საუკუნეში ყალიბდება, მაშინ როცა საქართველოში ეს სახელმწიფო უკვე ჩამოყალიბებულია და საკმაოდ ძლიერია იგი. იგივე მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, გეგას სისხლი იქნა გაგზავნილი შეერთებულ შტატებში. იქ ანალიზი ჩატარდა და ერთ-ერთი ძველი ევროპულ კავკასიური, ასე ვთქვათ, ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი იყო, რომელიც აქვთ ისეთ ერებს, როგორებიც არიან მაგალითად შოტლანდიელები, ირლანდიელები და სხვა ერები. იყო ამის მაგალითი. არსებობს ეს ეთნიკურ ნათესაური კავშირები და არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ თავად კავკასია იყო ისეთი დიდი ცივილიზაციის მატარებელი დასახლება და გეოგრაფიული არეალი, როგორც მაგალითად დღეს არის ევროპა ან აზია და სწორედ აქედან მოხდა, ასე ვთქვათ, ევროპული ცივილიზაციის პირველ საწყისების გაჩენა, ანუ ტრადიციული თვალსაზრისით კავკასია არის სწორედ აი ამ განსახლების პირველი დიდი ადგილი. ამის შესახებ არაერთი თეორია არსებობს, ამის შესახებ ისტორიკოსები უკეთ იმშელებენ, ბუნებრივია და ჩვენ ახლა ამ საკითხებს აღარ შევეხებით, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს აქვს უდიდესი კავშირი ევროპულ კულტურასთან და ევროპულ კულტურას მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში აქვს უდიდესი ზეგავლენა საქართველოს, ეს ბუნებრივია, რომ ცხადზე ცხადია და თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანული ქვეყნები არიან ევროპული სახელმწიფოებიც, მართალია განსხვავებული კონფესიის ძირითადად, თუმცა არიან ისეთი ევროპული სახელმწიფოებიც, რომლებიც არიან მართლმადიდებლური მრწამსის მქონენი.
არიან ასეთი ერები. ბუნებრივია, რომ ქრისტიანული კულტურა არის ერთ-ერთი ის მაკავშირებელი ხიდი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან, განსხვავებით აზიისგან. შესაბამისად, რაღაც ცრუ ნარატივები იმის შესახებ, რომ ქართული კულტურა შორს დგას ევროპული კულტურისგან და ევროპაში თუ შევალთ ჩვენ აუცილებლად მოგთხოვენ, რომ კაცი კაცზე უნდა გათხოვდეს და ქალი ქალზე და ერთნაირ სქესიანთა ოჯახებს, ამ ფსევდო ოჯახებს უნდა კონდეთ შულის აყვანის უფლება. ეს არის გარკვეული შემადგენელი ნაწილი, ოდიოზურად განწყობილი ევროპელი ნეოლიბერალებისა, თუმცა ამნაირი განწყობა არ არის ევროპის ძირითად ნაწილში, ვინაიდან იქაც მრავლად არიან კონსერვატორები და იქაც მრავლად არიან ის ადამიანები, რომლებიც, ეკლესიაში დადიან და თავიანთი რელიგიურ ზნეობრივი მრწამსი გააჩნიათ, მაგრამ ეს ასე აწყობთ და რატომ აწყობთ? იცით, ამ ყველაფრის ასე წარმოჩენა აწყობთ იმიტომ, რომ ის დავალებები, რომელსაც ევროპა აძლევს დღეს ქართულ სახელმწიფოს, როგორიც არის მაგალითად თავისუფალი სასამართლოს განთავისუფლება კლანური სისტემისგან, ჯანდაცვის სისტემის გაჯანსაღება, კორუფციის კერებთან ბრძოლა, განათლების მაქსიმალური დაახლოება ევროპულ სისტემასთან, რომელიც დღეს არის წამყვანი სისტემა მსოფლიოში. კი მართალია ჩინური უნივერსიტეტები დღეს საკმაოდ სერიოზულ პოზიციებზე აღმოჩნდნენ, მაგრამ ტრადიციული საუნივერსიტეტო განათლება მაინც უნდა ითქვას, რომ ევროპულ წიაღშია საუკეთესო. რუსეთსაც აქვს ძლიერი უნივერსიტეტები, ამას ვერ უარყოფთ, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ევროპული უნივერსიტეტები გაცილებით უფრო წინ არიან და ერთ-ერთი ნაბიჯი, როდესაც გადაიდგა კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მე-12 კლასი უქმდება და ის იქნება არჩევითი ერთ-ერთი ვერსიით და 11 კლასი იქნება სავალდებულო, აქ უნდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს, რომ ქართველი მოსწავლე ვერ შეძლებს ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, თუ კი მას არ იქნება გავლილი 12 კლასი. რატომ 12 და რატომ არა 11? მაგალითად, ვიცით, რომ საქართველოს შეუერთდა ბოლონიის პროცესს, ეს არის სისტემა, რომელშიც მოქცეულია ევროპული საგანმანათლებლო სისტემა და ქართული სისტემა გახდა ამის ნაწილი. შესაბამისად, ქართული უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები აკრედიტირებულია და აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების მიერ და ქართულ სტუდენტებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ქართული დიპლომის მოპოვების შემდეგ სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ. ეს სისტემა ჩამოიშლება მთლიანად და 12 კლასი, ჩემო ძვირფასებო, არსებობს იმიტომ, ეხლა ბოლონიის პროცესსაც აქვს, რა თქმა უნდა, თავისი უამრავი ნეგატიური მახასიათებელი, ამაზე საუბარი დიდხანს შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჩვენ ახლა ამ ფაქტზე გვაქვს საუბარი, რომ ქართველი მოსწავლე ვეღარ შეძლებს უკვე ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, თუ მას მხოლოდ 11 კლასი ექნება დამთავრებული და 12 კლასი არსებობს იმიტომ, რომ გაიზარდა ცოდნის მოცულობა, მაგრამ ქართულმა განათლების სისტემამ ვერ მოახერხა ის, რომ სწორად გადაენაწილებინა ეს ცოდნა კლასების და მიხედვით და მე-12 კლასი ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ერთგვარ საფრთხობელად, ერთგვარ, ასე ვთქვათ, ფსევდო განათლების წლად, როდესაც აღსაზრდელი ვერ ახერხებდა ნორმალური განათლების მიღებას და ფაქტობრივად არც დადიოდა სკოლაში, ემზადებოდა მხოლოდ საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის. მე ისიც მიმაჩნია გეგა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა არსებობდეს გნებავთ მე-11 კლასში, გნებავთ მე-12 კლასში, ეს განათლების სამინისტრომ და ქართულმა საზოგადოებამ და სამეცნიერო წრეებმა უნდა განსაზღვრონ, უნდა არსებობდეს დამამთავრებელი გამოცდები. ვინაიდან არ შეიძლება ამთავრებდეს სკოლას და არ იცოდე მათემატიკის საფუძვლები, არ იცოდე საბუნებისმეტყველო საგნების ზოგადი პრინციპები, არ იცოდე საქართველოს და მსოფლიოს ისტორია. რაღაცა ფორმით ეს უნდა არსებობდეს. არა იმ ფორმით, რომელიც მაგალითად ჩემს თაობას შეაუტარეს ეგრეთ წოდებული კატის გამოცდებით, სადაც ძვალი ეხატა ფოტოზე და გეკითხებოდნენ, ქსოვილია ეს ძვალი თუ ხორციო, აი ესეთ შეკითხვას რო დასვავ, ხა წარმოიდგინეთ რა, როგორ შეიძლება ამით ცოდნა განსაზღვრო, ხო? ეს არის რაღაც უპრიმიტიულესი, რაღაც მახინჯი მოვლენა, ხო?
ეს გამოცდები უნდა იყოს ისეთი ბაზისური, ნორმალური საშუალო განათლების დამადასტურებელი გამოცდები. და ასევე ძალიან მტკივნეულად განვიცდი იმ ფაქტს, როგორც განათლების სფეროს სპეციალისტი, განათლების პოლიტიკის მაგისტრი, მიღებული მაქვს ეს ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მტკივნეულად განვიცდი იმ ფაქტს, რომ ეროვნული გამოცდები უქმდება. ეს იყო ერთ-ერთი მონაპოვარი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც უზრუნველყოფდა აბიტურიენტების სრულფასოვან მოწყობას უნივერსიტეტებში ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე და რაღაც გაუგებარი სისტემა შემოაქვთ, რა პრინციპით აპირებენ უნივერსიტეტებში სტუდენტების მოხვედრას. მე არ ვიცი, აი რატომ უნდა აბარებდეს მაგალითად მხატვარი ყველა გამოცდას იმისთვის, რომ სამხატვრო აკადემიაში მოხვდეს, ან რატომ უნდა მოეთხოვებოდეს, თქვათ, ექიმს, მომავალ ექიმს მსოფლიო ისტორიის სიღრმისეული ცოდნა, მაშინ როდესაც მას უნდა მოეთხოვებოდეს, თქვათ, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის ცოდნა უფრო მეტად, ვიდრე თქვათ, მსგავსი ტიპის ცოდნისა, რაც დავასახელე. კარგი, გეგა, მოდი საქართველოსაც ვისაუბროთ, ახლა კიდევ დავამატოთ ეს ინფორმაცია მაყურებლისათვის. აი ამ დიდ ცეცხლის რკალში, კერებში, რომელიც არის გაჩენილი მსოფლიოში, საქართველოს რა საფრთხეები ელის? რეალურად საქართველოს ეხლა დგას იმ მთავარი საფრთხის წინაშე და იმ მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ აღარ დარჩა საქართველოს დღეს მსოფლიოში პარტნიორი. ანუ საქართველოს ხდება სრულ იზოლაციაში. დაუცველ მდგომარეობაში. აი ამ სწორედ აი ამ მკვეთრი გადახოვების გამო, სწორედ აი ამ პოლიტიკების გამო, რაც აწარმოა ქართულმა ოცნებამ და წინა რეჟიმმაც მათ შორის და იმის ინერცია და გაგრძელება ეს ეხლა რომ კი ეხლა გასაგებია რომ იძახიან რომ აი დასავლური სამყაროსთან ესე იგი მკვეთრის დაიჭირა ღირსეული პოზიცია, იმიტომ რომ ღირსებით აპირებდა შესვლას ევროპაში ქართული ოცნება, ესეთი ის არსებობს პროპაგანდა საქართველოში და საქართველოს ნაციონალური მოძრაობის შემდეგ ესე იგი დაუბრუნდა სუვერენიტეტის პოლიტიკას, ხო, ესეთი ის არის, მაგრამ სუვერენიტეტის პოლიტიკას საქართველოს არქმევს იმას, რომ საქართველოში ვიწრო ფეოდალური კლანების გამდიდრების და მათი ფინანსურ-პოლიტიკური ინტერესების აღსრულებას დღეს საქართველოში ერქმევა და სახელედება როგორც სუვერენიტეტის პოლიტიკის წარმოება. და სინამდვილეში დღეს საქართველოს დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ მას აღარ ყავს მსოფლიოში მეგობარი, აღარ ყავს ქვეყანაში პარტნიორი, მე შორს ვარ იმაზრიდან ესე იგი ერთაშორის ძმობისა და მეგობრობის რაღაცა კოსმოპოლიტური ამ გაგებიდან ძალიან შორს ვარ, არსებობს ინტერესთა თანაკვეთები, მაგრამ დღეს საქართველოს მსოფლიოს პოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნილია. ანუ საქართველოს ინტერესი დღეს თუ ვინმეს გააჩნია, ეს არ არის ის თვითმკმარი სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე შექმნილი პოტენციალიდან გამომდინარე შექმნილი ინტერესები და ეს არის მხოლოდ გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე. ანუ აქ საქართველოს ვერ ქმნის იმ პროდუქტს პოლიტიკურად, კულტურულად, ეკონომიკურად ვერ აწარმოებს იმ თვითმყოფად პოლიტიკას, რომ ინტერესთა საგანი გახდეს მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს ანგარიშგასაწევი ძალა იყოს მსოფლიო იმპერიათა შორის და იმას კი არ ელოდებოდეს იმპერიათა ნასოფლალიდან რაც გადმოუგდებენ, ან როგორ გამდიდრდება, ხო, ეხლა არაბული ინვესტიციებით რო ცდილობენ საქართველოში სუვერენიტეტის პოლიტიკის წარმოებას და აქ რომ ეს არაბი ფეოდალები უნდა გაამდიდრონ საქართველოს ხალხი. ამასთან დაკავშირებით ბარემ დაგისვა. კითხვას ორი კითხვა მინდა დაგისვა, რაზეც მინდა რომ იმშელა. პირველი, ხელისუფლებამ გახსნა ეგრეთ წოდებული დებატები, სადაც პატრიოტთა ალიანსის წევრებს არ იწვევენ, ასევე არ იწვევენ სხვა ძალებს. იწვევენ ძალიან ცოტა ძალიან ვიწრო წრეს საზოგადოებისა. თუმცა არიან იქ ისეთებიც, რომლებიც ეროვნულ პოზიციებზე დგანან, ახლა ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ როგორი უნდა იყოს ჯანსაღი დებატები და თუ უყურეთ ბოლო დებატებს, რომელიც იყო ტელეკომპანია იმედის ეთერში, აი ამ არაბულ ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. ზოგადად მე დებატ რა თქმა უნდა ყურებით ყველაფერს უყურებ და ვუსმენ იქიდან გამომდინარე რომ ინფორმაცია მქონდეს ცხადია, მაქედან გამომდინარე, მაგრამ
არსებითი, ანუ შემთვის ახლა ირაკლი ყობახიძის პოპულისტური ნარატივი ზოგადად როგორც მთელი ქართული ოცნების არაფრის მომცემი არ არის. ანუ ამ ყველაფერს გარდა იმ სიტყვების რაკულისა არაფერი ფუნქცია, არსი არ გააჩნია. ანუ ეს არის დაფუძნებული ჯერ ეს ერთი არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და ინტელექტი, რომ რეალურად წარმართონ ეს ეგრეთ წოდებული დებატები. მე საერთოდ მე თავიდანვე დავაფიქსირე, რომ ჩემი სკეპტიციზმი ამ დებატების მიმართ და ვიძახი, რომ ქვეყანაში დღეს ეს არის დემოკრატიის ილუზიის შექმნის მცდელობა, იმიტომ რომ რეალურად პოლიტიკური პროცესი ქართულმა ოცნებამ მოკლა და დაასამარა და რეალურად მოსპო საქართველოში შუამ, როგორც თქვა, მთლიანად გაკრიფა და დაიტოვა თავისი სამოქმედო ასპარეზი. ეხლა კი გასაგებია, რომ ვიღაცას მოიწვევს და დაელაპარაკება. ეს მას აცოცხლებს პოლიტიკურად, ანუ ჭირდება ეს ქართულ ოცნებას, რომ შექმნას ეს ილუზია და ეს არშია გააკეთოს, ეს წინა ეს გაიკეთოს ნიღაბი ამისი, მოირგოს ეს დემოკრატიული ნიღაბი, ხო? გასაგებია ეს, მაგრამ არსობრივად აქ არაფერი არ იცვლება. ანუ ამ ჰაერის რხევას და ამ ლაპარაკს და წყლის ნაყვას არანაირი შედეგი სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აქ 0, 0, ანუ არაფერი. და არაბული ინვესტიციების სახელით რა ბოროტებად საქართველოს უახლოვდება, ეხლა რომ ყობახიძე გამოდის და იძახის, რომ ჩვენო всё დავამთავრეთო რა, ესე იგი ამაყი მეჯიდური პოზიციიდან ეს ხო იძახდა ამ დებატებზე, რომ იყო ეხლა რაღაცა ჯგუფები იყო საქართველოსიო, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი ეს არაბიზაცია ხდებაო და ჩვენო დამამტკიცეთო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხდებაო. რითი დაამტკიცა? სად დამტკიცა ისო საქართველოში არ ხდება არაბიზაცია, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ თრიალეთის ქედზე აი აქვე თბილისთან გაყიდული ბინების ღირს 300 და 500,000 დოლარი და 5 მილიონი დოლარი და არ ვიცით ვინ იყიდა ეს ტერიტორიები, ანუ ვინ იყიდა ის ბინები აი იმ პოტენციურ არაბულ ქალაქებში და როდესაც ამ კითხვებს ვსვავთ, როდესაც ხელშეკრულებაზე გვაქვს საუბარი, არავინ ეს ტაბუადებს საქართველოში, ხო? ეგრე თავიდან ხო ჩვენ საუბარი მაგაზე დავიწყეთ, რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება. ჩვენ ამაზე აქციაც ჩავატარეთ რუსთაველის მეტროსთან, ვითხოვდით ხელშეკრულების გასაჯაროებას. ჩვენ არ გვეუბნებიან რა წერია იმ ხელშეკრულებაში, არ ვიცით ვინ ყიდულობს ამ ბინებს და გვეუბნებიან არაბიზაცია. ეხლა რას ნიშნავს? მაშინ თქვა რითი უნდა მოხდეს საქართველოს არაბიზაცია, ხო? ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ რა საფრთხის წინაშე ვიმყოფებით? იმიტომ რომ აქ უკონტროლო შემოდინებასთან ერთად ვინც ამ ბინებს იყიდის და ვინც აქ დასახლდება, ხო? გარდა ამისა, იმ ტერიტორიაზე რა უფლებებს იღებს ეს არაბული სახელმწიფოები, რა უფლებებს და რის განკარგვის უფლებები აქვს იმ ინვესტორებს, იმ სახელმწიფოს სახელმწიფოს ქალაქ სახელმწიფოებს გვიშენებენ და კონტრაქტში რა წერია არაფერს არ გვეუბნებიან. არ ვიცით რისი უფლებები აქვს იმ არაბს. არ ვიცით ის რომ აქ ჩამოვა და ამ სოფლებს თუ ქალაქებს რომ აშენებს, იქ რა სადამდე ვრცელდება მისი უფლება მოვალეობანი. ყველაფერი არის ბუნდოვანი. და ეხლა ყობახიძე გვეუბნება რომ აი ჩვენ ეს მითი მოკალით რომ არაბიზაცია ხდება. როდესაც ჩვენ არაფერი არ ვიცით. ეხლა მითი მოკალი იმით რომ საქართველოში პროტესტის ფორმა ჩაახშე და ტროტუარზე შეიძლება რომ დავდგე მე და პლაკატი გავშალო, მაგის გამო დამაპატიმრო. და მეუბნები რომ მაგითი მე მითი კი არ მოკალი, ჩემი პოლიტიკური აქტივიზმი მოკალი. იმიტომ რომ ისეთი კანონები შემიმუშავე და ისეთი რეპრესიული სისტემა შემიქმნი საქართველოში, რომ მე ჩემ პოლიტიკურ აქტივიზმს ვეღარ ვახორციელებ და რო განვახორციელო ციხეში მიშვებ. თუ რაღაცას ვიტყვი, უკვე მტრად და დისფეითის აგენტად მაცხადებ და მეუბნები რომ აი კიდე რაღაც ზედმეტ ხმას ამოიღებ და უკვე ჯარიმა და ხელფასის დაკავება და ხო არ მთელი რაღაცა ისინი მოიფიქრეს, მთელი საჯარო მოხელეებისთვის თავისი ისინი შეიმუშავეს და დარჩენი მოქალაქეების კიდე თავისი მარეგულირებელი საჯარო მოხელეს, ესე იგი 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარონ მონიტორინგი თურმე და თუ არ შეეფერება ეს საჯარო მოხელის მუშაობა იმას როგორც მათ აწყობთ, ჯერ ხელფას დაუკავებენ და მერე სამსახურს დაატოვებინებენ. დანარჩენ მოქალაქეებზე სხვა რეპრესიული კანონები ვრცელდება. ანუ შენ მეუბნები რომ მე მოგიგე და მომიგე, იმიტომ რომ ხელში გიფყრია ძალაუფლება და ამ ძალაუფლებით მე ყველაფერი უფლება წამართვი რომ როგორც მოქალაქემ ჩემი ფუნქციონირება განვახორციელო, ჩემი სამოქალაქო აქტივიზმში ვიყო ჩართული. შენ მომიკალი მე იმის საშუალება რომ მე სამოქალაქო აქტივისტი ვიყო, ვეღარ ვარ სამოქალაქო აქტივისტი შენი მიღებული კანონების გამო. და ცხადი ახლა გამარჯვებული პოზიციიდან მელაპარაკე
ელაპარაკები და მე ეხლა იმ დებატებს რომ დანიშნავ და იქაც შენ გაზეპირებული ფრაზებით რომ ელაპარაკები, ხო? ცხადია რომ მოგებულ პოზიციაში და ეხლა იმედს და პოსტების რო ადამიანი უყურებს დღე და ღამე და ისო ირაკლი კობახიძე რომ მესიად მიაჩნია ასეთ ადამიანს ტაშს დაუკრავს და იტყვის რომ აი რა კარგი დებატები ჩაატარა კობახიძემ. მაგრამ ეს ყველაფერი ხო სიყალბეზეა აგებული და ტყუილზეა და ფარისევლობაზეა, ანუ ეს არის ფარსი. და ჩვენ ამ ფარსიდან უნდა გამოვიდეთ, ანუ მოვლენები სწორად უნდა შევაფასოთ. და ამას ჭირდება ზუსტად დიალოგი, ჩვენ გვჭირდება, ოღონდ დიალოგი ერთმანეთთან გვჭირდება, ანუ საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და გაერთიანება გვჭირდება. აი ხა დავით არხანმოურავი გამოდიოდა მიმართავდა სწორედ იმ ახალგაზრდებს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღეს მოტივირებულია ბრძოლაზე და სამოქალაქო მართლაც აქტივიზმზე, აი სწორედ ამ თუნდაც განათლების რეფორმების კუთხით. უკმაყოფილოა სტუდენტობა ამ განათლების რეფორმებით არ მოწონს ქართულ ახალგაზრდებს რაც ხდება. მაგრამ გამოვლენ რაღაცა ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე რაღაც ესეთი ოდიოზური ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში, იღებენ სელფებს, პოზიციონირებენ, მე აი ნაცების აქცია, ნაცების ისა სატელიტური აი სწორედ ამაშია ჩვენი პრობლემა, რომ კონსოლიდაცია და გაერთიანება გვჭირდება, მაგრამ ამ კონსოლიდაციისა და გაერთიანებისთვის ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ, ერთმანეთი უნდა აღმოვაჩინოთ, დიალოგი ერთმანეთს შორის უნდა გავმართოთ და აი ამ მართლა ამ ბნელ და შავბნელ და სისხლში ხელებ გასულ ადამიანებთან კი არ უნდა ვეძებოთ დამაკავშირებელი ხიდები. ისეთი ხალხი, ვისაც ეროვნულ სახელმწიფოებრივ ფასეულობებზე გვაქვს რაღაცა გარკვეული სწორება და ორიენტირების სწორი მეტნაკლებად გაგვაჩნია, ერთნაირად ვერ ვიქნებით. ეხლა პლურალიზმი ბუნებრივი არის. ჩვენი დაცემული სამყაროს ნაწილია ის, რომ რამდენი ადამიანიც ვართ, მეტნაკლებად ყველას განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები გვექნება. მაგრამ მთავარ ფასეულობებზე და პრინციპებზე, რაც ეროვნულ სახელმწიფოებრივია, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. აი ამაში გვჭირდება დიალოგი. ანუ უნდა აღმოვაჩინოთ ის მთავარი გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი ხიდები, რითი ურთიერთობა, რითი შეგვიძლია ერთმანეთთან ნავაგოთ. რითი კი არ დავშორდეთ ერთმანეთს და კი არ დავუპირისპირდეთ. რითი შეგვიძლია მოვახდინოთ გაერთიანება. რითი შეგვიძლია მოვახდინოთ კონსოლიდაცია, როგორც ერმა, როგორც საზოგადოებამ იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში, ერთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ანუ ჩვენი სამშობლოა და ურთიერთმტრული პოზიციებიდან კი არ უნდა ვეურთიერთობოთ ერთმანეთს და ჩასაფრებულის პოზიციებიდან შენ ესეთი ხარ, შენ ასეთი დამოკიდებულება ამ მცირე ერში, როდესაც ერთ ქალაქში, ერთ უბანში და ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არის დამღუპელი ჩვენი ერისთვის და დამღუპელი ჩვენი სახელმწიფოსათვის. აი სწორედ ეს გაერთიანება გვჭირდება და სწორედ აქედან გვჭირდება ბრძოლის დაწყება იმისათვის საზოგადოებრივ პლანში, სახელმწიფოებრივ პლანში, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით საქართველოს დავიბრუნოთ და გამოვიხსნათ. და ამიტომ გაკეთა დავით არხანმოურავისგან ეს დღეები, ეს მოწოდებები ამ ახალგაზრდების მიმართ, თუნდაც რომ ჩვენ მოუწოდებთ ამ ახალგაზრდებს ერთობისაკენ, იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ მოწონთ ეს განათლების რეფორმები, იმ საზოგადოებას, რომელსაც არ მოწონს ფეოდალური მმართველობა ქართული ოცნებისა, რომელსაც არ მოწონს ეს რეპრესიული კანონები, კობახიძის მიღებული და გონებაში მოფიქრებული და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ბრძოლა და გამოხატვა ჭირდება, მაგრამ არა იმ ძალებთან კონსოლიდაციაში, რომლებიც მართლაც ბოროტების მთესველები იყვნენ და არიან და გულში მხოლოდ ღვარძლი და ბოღმა უდევთ და მხოლოდ პირადი განდიდების სურვილი, ეგრეთ წოდებული კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე მაქვს მე საუბარი და ლიბერალური იდეოლოგიით მოწამლულ ადამიანებზე, ღვთისგან განდგომილ ადამიანებზე. მათზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. აი ჩვენ ვსაუბრობთ იმ დანარჩენ საზოგადოებაზე, რომლებიც ძალიან ბევრი ვართ და რომლებიც საქართველოს შევადგენთ და ჩვენ ვართ საქართველო, სხვა არ არის საქართველო და ჩვენ შორის უნდა მოხდეს ეს ერთობა და კონსოლიდაცია და ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი საზოგადოებისადმი რა. კი ბატონო. როდესაც საუბარია ერის კონსოლიდაციაზე, წმინდა ფილოსოფიური პრინციპიდან გამომდინარე, ამ ერს უნდა გააჩნდეს საერთო სააზროვნო ველი. ანუ ველი, რომელზეც ეს დიალოგი შედგება, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, წინაპირობა და მაკონსოლიდირებელი ძალა შემდგომ უკვე აი ამ საზოგადოების გაერთიანებისა და აი ეს ველი ტრადიციულად საქართველოში არსებობდა, ეს არის ეროვნულ სარწმუნოებრივი ველი, ეს არის საერთო მსოფლმხედველობა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ქართული საზოგადოება. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გეგა ხვედელიძეს სტუმრობისთვის და საინტერესო ანალიზისთვის. მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც უზრუნველყო ამ ეთერის ორგანიზება და მისი ტექნიკური სრულყოფა.
მადლობა ტელერადიო მაუწყებელ ობიექტივს და მის გუნდს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ტელევიზიით გქონდეს ურთიერთობა ჩვენს მაყურებლებთან და რადიოთი ჩვენს რადიო მსმენელებთან. უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით, გემშვიდობებით. მომავალ სამშაბათამდე. მშვიდობა გქონდეთ.